ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ აი მთელი ადამიანის ცხოვრება სულ მაგაზე დგას, რომ ადამიანი ეკლესიაში რომ მოდის, აი ძალიან ბევრი ადამიანს ვთქვათ ჩვენთვის, რომ აი ამ ეკლესიაში რომ მოვიდი, მერე დაამეწყოს ბრძოლაც, მერე დაამეწყო ისა, საერთოდ აი მერე დაიწყო ყველა პრობლემა ჩემ ცხოვრებაში. მანამდე ეს პრობლემები არც მქონია. სანამ ეკლესიაში მოვიდი, ეს პრობლემები არც ყოფილა. და რატო დაეშვა ეს პრობლემები? ნახეთ როგორ არის ქრისტიანობაში არის ესეთი რამე, რომ ადამიანი აი თუ გინდა რომ გაიზარდო ქრისტიანობაში, განსაცდელის გარეშე ადამიანი ვერ იზრდება, გამორიცხულია რომ შენ ერთი სიმაღლედან ეს სულიერ სიმაღლე, ერთი სიმაღლე მეორე სიმაღლეზე გადახვიდე რაღაც გარის წარმოუდგენელია. აი წარმოუდგენელი რამე არის ეს, ანუ ადამიანებს ამ ნახე ამ გამოწვევების ქრისტიანებს არ უნდა ეშინოს, ეს სამწუხაროდ აი ეშმაკი ამ გამოწვევებით ადამიანებს აშინებს და მე ადამიანები ეკლესიასთან გარბიან, იმიტომ რომ ვეღარ უძლებენ ამას, ამ როგორც კი ნახე აი ძალიან ისეთ მარტივში მაგარიც მოყვანთ, რომ მარტივად გასაგები რო გახდეს. ახლა ერთ სახელმწიფოს ყავს დაპყრობილი მეორე სახელმწიფო. ამათ ერთმა სახელმწიფო დაიყო მეორე სახელმწიფო. და ეს დაპყრობილი სახელმწიფო ამ დამპყრობელს უხდის ყველაფერს, ხარ, რაც დაავალა ყველაფერს უხდის. ანუ უბრუნებს ყველაფერს, აჭირდება ყველაფერს უხდის. როგორ ვთქვათ, ეს დაპყრობილი სახელმწიფო ამას ბრძოლას დაუწყებს? ჩიჩხის დაუწყებს, ხო და ყველაფერს იხდის. აი, რატო დაუწყებს ბრძოლას, ხო? ახლა წავიდა ამ სახელმწიფოში, ამ დაპყრობილ სახელმწიფოში დაიწყეს ამათმა ცოტა მუშაობა, რომ ამისგან თავი გაათავისუფლონ, უკვე რაღაცებს ქონიანი ჯარებს ამზადებენ რაღაცებს, რომ ამ ყველაფერსგან თავი გაათავისუფლონ. როგორ ვფიქრობ, ამა თუ ამ ქვეყანაში 5000 ჯარისკაცი ყავდა, რამდენს დაამატებენ? მეორე 5000 არ დაამატებენ, თუ დაინახეს რაღაცა მოძრაობა დაწყებულია, რომ ამას განთავისუფლება უნდათ უკვე. შეიძლება ჯარიც არ ყავდა, მანამდე თუ ეს ხალხებს ჯარი ყავდა, იმიტომ რომ ყველაფერს რატო შეიყვანს იქ ჯარს არ ჭირდება, არაფერში არ ჭირდება ეს ჯარი, მაგრამ როგორც კი ამან დაიწყო განთავისუფლებაზე ფიქრი, იმ წუთშივე მას უკვე შეყავს ჯარები. რომ ეს ამა თავი არ დაიხსნას მისგან. ცოტა წამოვარტყა ერთს მეორეს მესამეს ვინც ამაში არის განთავისუფლების იმაში ვიღაცა დააკავა ვიღაცა დაიჭირა ვიღაცა იმიტომ რომ ამის უფლებას მას არ მიცემს ამან თუ უფრო გაძლიერდა ეს უფრო აძლიერებს მე თავის შემოტევას რაც ეს უფრო მეტად ძლიერდება ამას უფრო და უფრო მეტი ძალებით უტევს ეს მერე მაგრამ თუ ეს შეეგუა მდგომარეობას ამონურ მდგომარეობას ვერასოდეს ვერ გამოვა ვერასოდეს ვერ გაინტერესებს და თელი ცხოვრება ხარკი უნდა უხატოს ამას ესე ამ ქრისტიანობაში ნახეთ ჩვენ რომ ქრისტეს გზაზე მივდივართ და ამ გზას ვირჩევთ ამ ქრისტეს გზას, ხო? ბუნებრივია ის ნებები იშლება და იშლება შენ წინა, ანუ ეშმაკი შლის ამ ნებებს შენ წინააღმდეგ და გებრძვის. და გაუსაძლისია ზოგჯერ აი ის იმდეჯერ მიტირია ხოლმე, ზოგჯერ აი ღმერთოდ გიხვეწები და ვეღარ უძლებ, ღმერთო დამეხმარე, მუზემ დგარ ვარ და მithოვია ღმერთო და ეხლა ამ ცოდვაში არ ჩავარდი, არ ჩამაგდო ამ ცოდვაში ისე დამწყებია ამ ცოდვის ბრძოლა და ეს წამოსვლა აი ხელზე რო იკმენდა რომ დიდი ხარ რომ აღარ გინდა ვიცი რომ ცოტა დაგუყავს გაგანადგურებს იმიტომ რომ ძალიან დიდი ვნებით მოდის ეს ცოტა შენთან და თელი არსები ტირი ხარ არა და ეს რომ მიუშვი ახლა ხო ამ ცოდვები არც გექნება ადამიანები ის ჩადიან იმ ცოდვებს საერთოდ არ აწუხეთ ამ ცოდვების ჩადენა საერთოდ არც ამის გამო არც ნერვიულობენ არც კიბა და არც განიცდიან იმიტომ რომ მიშვებულია ამაში და მათი მსახურა არც აქვთ ეს ბრძოლა და ეკლესიაში ყო რომ მოდიხარ და ამას რო იწყებ უკვე ბუნებრივად ეს ბრძოლა შენ წინააღმდეგ იწყება მაგრამ ღვთისმსიკეთეების დიდია და ღვთის აი იმდენი სიტყვა მიგზვნა ღვთისგანაც თუნდაც ამ ბრძოლის შემდეგ მე რო გაიმარჯვება რაღაც აი ისეთი სიტყვება შემოსულა საფრთხე და ესეთი მადლი მოდის ხო აი ღირდა იმბრძოლად ხდები ღირდა იმბრძოლად აი სამწუხაროდ აი ზუსტად რაც შენ დამეს უკითხა აი ეს რო იწყება ამ შიშის გამო უცებ თმობენ ამ ყველაფერს და ეს შემდეგ რო თმობენ აი ვინც ახლა ლოცულობთ აი დილას ამოსულს ვინც ლოცულობთ ხო აი ხო გამოგესწიათ აი რო ვერ ლოცულობ ხო დაძინება რო გინდა და ხატებს რო გავარბი ხარ ჩუმად რო გარბი ხატესთან ეს რო უყურე და თან რო შეხედა თან რო გინდა რო შეხედა ეს რო უყურებ ამ ხატეს რო გარბი ხარ და ჭახტები ლოგში და ვიჯოს გადაიწვა აპატი ახლა თაპატი და ეს რო იძინებ იმიტომ რომ შეგილია რაღაცას ვერ უყურე მაგრამ აი რო ადგები წარმოიდგინე აი ლოგინდა ხაი ამდიჯი ყოფილა ხო მეც ამდიჯი ხონია კიდევ და მე რო ამდგარო ლოგინა აი ეს ჩავწაკი ლოგინში და მე რო ამდგარო ჩამიცვა დასასწრები და დამდგარო და მილოცი აი როგორი ბედნიერება გიგზავთ არ გაგისიათ ეგ რაღაც არ ქონიათ არასოდეს ხო ქონეთ ეს აი მე როგორი ბედნიერების განსწავლა აი ზუსტად იქ რო ლოგინში რო დაწექი რო ჩაწექი ლოგინში ეკიდა რო ადექი მე და რო წაიკითხე ეს ლოცვა და როგორი ბედნიერების განსწავლავს ამ ხელა ბედნიერება შემოდის ახლა ამას ახლა ვერ გაიგებს ადამიანი ვისაც ესეთი ბრძოლა არ ქონია ის მე ისა ბედნიერებას იღებ ამისგან ამას ადამიანი ვერ გაიგებს აი დილით რო ვერ დგები და კვირის წირვაზე რო მიდიხარ და წილს რო გინდა და აი 1-5 წუთი დავიძინე 4 წუთი დავიძინე 5 დავიძინე 5 დავიძინე ამ დროს გავიდა უკვე სირო და ვეღარ მიასწარი ამ წირვას მე რო ადგები და რო გაემარჯვე რო წახვალ აი როგორი ბედნიერებაა აი ამ აი ეს ბრძოლა ღირს ამ ყველაფრად რომ აი შენში ეს საოცარი სიტყვება შემოვიდეს სიხარული შემოვიდეს